ხართ მეგობრებო? ძალიან დავიკარგე. სამსახურში ვარ ახლა. თან დავკეცე რა საქმის გავაკეთებ და თან მოგიყვებით რა ხდება ჩემ თავს. კარგი რამეებიც ხდება, მაგრამ მიყვებით თან მიმდევრულად. დავიკარგე იმიტომ რომ ფაქტიურად დრო არ მრჩება თავისუფალი. სამსახურის მერე დავდივარ სკოლაში ენის კურსებზე. მაგრამ ამ სკოლაში გარდა იტალიურისა ვასწავლიან მათემატიკას, ინგლისურს, ტექნოლოგიას, მოკლედ თავი მოსწავლე მგონია. მაგ მხრივ საქმე კარგად მიდის. უბრალოდ გადარბენები მაქვს. ან პირველ საათზე ვამთავრებ სამსახურს, მერე მივდივარ სახლში, წესრიგდები, 3 საათზე მეწყება სწავლა და გრძელდება 4 საათი. მე სახლში რომ მოდივარ, 1 საათში ისევ სამსახურში მივდივარ. ფაქტიურად დრო არ მაქვს, ან გადარბენები მაქვს. ამიტომ დავიკარგე. ეს კარგი ამბავი. ეხლა რაც შეეხება ცოტა აღელვებული ვარ დღეს. გახსოვთ რომ მჭირდება ახალი ჰოსპიტალიტა ბეჭედ დარტყმული. დღეს მივედით პოლიციაში ჰოსპიტალიტას გასაკეთებლად და აღმოჩნდა რომ ეს ჩემი ბინის მეპატრონე ყოფილა ნასამართლები. თქვენს რომ უნდა გადააგზავნონ მისი მონაცემები ბრინდისის კვესტურაში და იქიდან უნდა დაელოდონ თანხმობას, ანუ შეუძლია თუ არა მას ჰოსპიტალიტას გაკეთება. მე პირველად გახსოვთ რომ უბრალოდ სახლში შევავსე ეს ჰოსპიტალიტას ფორმა და ანუ არანაირი ოფიციალური ბეჭედი არ ქონია მას დარტყმული. ანუ ისე მივიტანე რა. აი შოკში ვარ მეგობრებო, ანუ არ ვიცი რა იქნება რომ მითხრეს როგორც აიღო პირველი ჰოსპიტალიტა როგორც არადგინა და ჩავიბოთ სახლში რომ შევავსეთ მეთქი, ანუ ის წავიღეთ თქო რა, ის ფორმა მქონდა, შევავსეთ და ანუ ეს წარვადგინეთ ხო. მაგრამ იქ ჩემთვის არაფერი არ უთქვამთ, რომ შეუძლია ამ ადამიანს გაკეთება, შეუძლია ხოლოს რო წარვადგინე, იმის მერე ხო კიდევ ორჯერ ვიყავი დაბარებული. ანუ არაფერი მსგავსი არ ქონდათ ნათქვამი და აქ დღეს რომ მივედით ფაქტიურად გააპრობლემეს ეგ საკითხი. მოსთხოვეს რომ შენ ცოლს უნდა მოვიდესო, მანაც ხელი უნდა მოაწეროს და თანხმობა უნდა გითხრესო, რომ თანახმა არის რომ შენ მოწვევას აკეთებო ამ ადამიანზე. დაურეკა თავის ცოლს აპირებდა მოსვლას. მაგრამ ჩემი საბუთებიც დაიტოვეს და თქვეს რომ დღეს გადააგზავნიან და დაელოდებიან პასუხს ბრინდისის კვესტურიდან და ორშაბათს დაგირეკავთ. მეგობრებო, ისევ ნერვიულობ. რომ უთხრან რომ შენ არ გაქვს უფლება რომ სტუმრობა გაუკეთო, აი რა უნდა ვქნა, ვერ ვხვდები. ვფიქრობ და ვერაფერს ვერ ვფიქრობ ფაქტიურად. ძალიან აღელვებული ვარ. რაღაცნაირად თითქოს სასწრაფოთილებაში ვარ. კაი ამბავს, ცუდი ამბავი მოსდევს ხოლმე ჩემ შემთხვევაში და ანუ ძალიან არ მომწონს. გუშინ მივიღეთ სამივე მოგვიტანეს ტესერა სანიტარია გვაქვს უკვე. ერთი ნაბიჯი მაშორებს რომ სამეჩო დაბარებული ვარ რომ პერმისო გავიტანო, მაგრამ ამისთვის საჭიროა რომ ახალი ჰოსპიტალი და წარვადგინო.
და თუ ამას არ შეუძლია ჰოსპიტალიტის დაწერა, აი რა უნდა ვქნა, ვერ ვფიქრობ. ანუ ძალიან შოკში ვარ. მეგობრებო, დამამშვიდეთ. მირჩიეთ რამე. აი მინდა რომ დავჭდე და ვიტირო, ეხლა აი აქ ყოფნის თავის კი არ მაქვს სამსახურში. შინაგანად ვარ ძალიან ცუდად დასტრესილი ვარ, რასაც ვქვია, შოკირებული ვიყავი ფაქტიურად. მე არც ვიცოდი მას პრობლემები თუ ქონდა. ან დაჭერილი თუ იყო და ეს თუ შემიქმნიდა პრობლემას არ ვიცოდი ნამდვილად და იმედია მართლაც არ შემექმნება პრობლემა. ნუ არ ვიცი, აი არ ვიცი. ვერაფერს ვერ ვფიქრობ. ცოტა აგონიაში ვარ. ძალიან აღელვებული ვარ. არადა სამეთში მჭირდება რომ ჰოსპიტალიტაც წარვადგინო. ამ დრომდე გამეწელა ვერ მოაღწია, ხო, რამის ერთი თვე გადის უკვე, რაც მიუწერე, რომ ნუ გჭირდება რომ ახალი ჰოსპიტალი და გავაკეთოთ თქო და ძლივს მოიცალა, რომ მივსულიყავით და დაგვეწყო ეგ საქმე. თან იმასაც ნერვიულობ, რომ ანუ ამის გამო მას თუ შეექმნება ეხლა რამე პრობლემა. არ ვიცი. ძალიან ცუდად ვარ. ცუდად როგორ ზნობ თავს. არ დაგვიშვილ ისეთი გახარებულები ვიყავით. რომ მოგვივიდა ეს სანიტარია. ну რაღაცა ისეთი წინ გადადგმული ნაბიჯი გვაქვს, ხო? და ეხლა ამის გამო რომ დამიპაუზდეს. ну არ ვიცი. რა უნდა გავაკეთო? ვერ ვხვდები. ანუ ვინმეს რომ გავაკეთებინო სხვას ჰოსპიტალი და ხო, რეალურად მივლენ შესამოწმებლად იქ. ანუ ესე არ გამოვა ჩემს შემთხვევაში. იმიტომ რომ პირველ რიგში წარვადგინე, მერე მოვიდნენ და შემამოწმეს, ხო? მეგობრებო, რა ვქნა, რა გავაკეთო, არ ვიცი მართლა. მინდოდა რომ ამ პაუზის მერე, დიდი ხანი რომ მქონდა ვიდეო ჩაწერილი, რაღაცა კარგი სიახლეებით მოვსულიყავი და ანუ კარგი ამბავი მეთქვა თქვენთვის. ანუ კარგი ამბავიც ხო არის, მაგრამ ეს დღევანდელი შემთხვევა ჩემთვის არის რამეც შოკი. გონზე ვერ მოვდივარ, მეგობრებო. მადლობა მინდა გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ არ ვაქტიურობ ისე მაინც რომ ვიზარდებით. თითოეულ მათგანს გიხდით მადლობას, ვინც გამოიწერეთ ჩემი არხი. ნახოთ რა იქნება. ორშაბათს დავილოდები პასუხს. როგორ განვითარდება მოვლენები, შევხედოთ. და გაგიზიარებთ. რა და როგორ იქნება. და გემშვიდობებით ამ ნოტაზე, აი ძალიან ჩემი შინაგანი მდგომარეობა არის, რა ვიცი, დაბალ საფეხურზე. მინუსში ვარ, რასაც ვქვია. ამას არ მოველოდებოდი, ნამდვილად მეგონა რომ დღეს მივიდოდით, ამიწერდა და всё, მზად ვიქნებოდით, მაგრამ ნურას უკაცრავად. რთულად გავდივარ ამ გზას. მაგრამ ნახოთ რა იქნება, დაგემშვიდობებით. დროებით ჩემო კარგებო, დიდი მადლობა. ვინც მიყურებთ, თვალყურს მადევნებთ და თქვენ კეთილსურვილებს რომ მისურვებთ ხოლმე ძალიან მახარებს. ჭირდება თქვენი გვერდში დგომა, სიტყვიერი გამხნევება, გაგოცეთ ბევრი